თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ განვითარდება უახლოესი 2 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტების მიხედვით პირველი ან მეორე ვარიანტი. ან ქვების მიხედვით პირველ ვარიანტს შესაბამება წითელი ფერის ქვა, წითელი, მეორე ვარიანტს ნაცრისფერი. წითელია დამიწერეთ კომენტარში რომელი ვარიანტი აირჩიეთ. ვინც აირჩიეთ წითელი ფერის ქვა. პირველ ვარიანტს, ესე იგი, რა გიჩანთ ახლა ჩემო კარგებო. ზოგადი ფონი არა გაქვთ რთული და არ არის გამწვავებული ჯანმრთელობის კუთხით, პირიქით ნორმალურიც კი არის. ერთი ახლა ჯერ ცოტა პრობლემურზე ვისაუბრებ, მერე საერთო სიტუაციასაც. თუ გაწუხებთ შეიძლება სახსრების გადაადგილების, ხერხემლის პრობლემები იყოს პირველ ვარიანტთან წარმოჩენილი და საერთო ენერგეტიკული დაღლილობა, გადაღლამა, შეიძლება მარტივად იღლებოდეთ, შეიძლება სტრესის გამო ფიზიკური დაღლაც იყოს და ამიტომ საერთო ენერგიის დაქვეითება შეიძლება იყოს აქ პრობლემური პირველ ვარიანტთან. ზოგად ფონში არ ახართ ცუდად პირიქით, თუ რამე გაწუხებთ გამოჯანმრთელებას გიჩანთ, აი პროცესები. შეიძლება გამოჯანმრთელება ძალიან ნელა მიმდინარეობს და არ იყოს აქ ჩქარი და სწრაფი ენერგიები და უეცარი, მაგრამ აი უკეთესობა გიჩანთ. ძირითადად მაინც სტაბილური სიტუაციები აქვს. თუ გაწუხებთ რამე არში, აი დიდად რო არ მწვავდება და დიდად რო განვითარებას არ პოვებს ეს თქვენი პრობლემა, უმეტესად აი ერთ ადგილას გაჩერებული სტაბილური სიტუაცია ამოგდით და რაც გითხარით საერთო ფონში მაინც ხერხემალს და ძვალსახსროვან სისტემას და მუხლს და ფეხს და გადაადგილების ამბები შეიძლება გქონდეთ ცოტა შეზღუდული და საერთო ენერგიის დაქვეითება. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ვინც ნაცრისფერი ქვა აირჩიეთ. მეორე ვარიანტთან ცოტა მრავალფეროვანი და მრავალმხრივი სიტუაციებია. ჯერ ქალბატონებზე ვიტყვი, ვინც ქალბატონები მიყურებთ, ახლა მამაკაცებიც აირჩევთ ალბათ, მაგრამ ქალებით დავიწყებ. ქალბატონების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე, აი 2 თვის განმავლობაში ან გამწვავებული იყოს, ან პრობლემური იყოს ქალური საკითხები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგალითად, საკვერცხეების პრობლემა, თუნდაც შეიძლება გამოკვლევები დაგჭირდეთ, შესაძლებელია ექიმის პროფესიონალთან მიხვიდეთ, განა რამე სერიოზული გაწუხებდეთ. უბრალოდ აი კურნალობის პროცესებს ხედავ, ეგ არის უფრო ქალური პრობლემები ჯანმრთელობის კუთხით პირველ ვარიანტთან ქალბატონებმა ვინც აირჩიეთ. და როგორც გითხარით, აქ შესაძლებელია ან გამოკვლევა დაგჭირდეთ, ან ანალიზების ჩაბარება მაგალითად არ არის გამორიცხული. მეორე ვარიანტს ახლა ზოგადადაც რო განვიხილოთ საერთო ფონში კიდევ გულის პრობლემები შესაძლებელია იყოს, ვიღაცებს გაწუხებთ ეს გული და ფრთხილად იყავით, ზედმეტად არ დატვირთოთ, რომ რისკ ფაქტორები არის აქ გამწვავების მაგ კუთხით და სხვა მხრივ განსაკუთრებული პრობლემა არაფერი არ აჩანს. ერთადერთი ქალური პრობლემები ქალებთან და ზოგადი ფონში შესაძლებელია გულის ჩაკრა და გულის არეა იყოს დაზიანებული. აქ უფრო მეორე ვარიანტთან პირველ და მეოთხე ენერგეტიკული ცენტრი